გამარჯობა. სალამი, მოგესალმებით. როგორ გძნობ თავს? კარგად, ნორმალურად. იმიტომ რომ 6 წელი კრიოგენულ ძილში იყავი თუ გახსოვს და ეხა ნელ-ნელა დაიწყებს აღდგენას შენი სხეული, მოტორიკა, კუნთები, ყველაფერი და მეხსიერება. ეხა როგორ ხარ ეტაპზე? კაია ძილის სამყარო. ზოგჯერ მგონია რომ იმიტომ ცხოვრობ რომ მეძინოს. და არ მაქვს ძილთან არანაირი პრობლემა. ოკეი. და შემიძლია კიდე 6 წელი დავიზინო. უპრობლემოდ. სამწუხაროდ წინ კიდე გელოდება რამოდენიმე წელი უკვე ფრენა და თუმცა შეგეძლება დაძინება ხოლმე, მაგრამ უკვე უფრო ხიზდა. Please. გასაგები. აი მიყვარს. მე ვარ ესე იგი რობოტი, რომელიც რობოტი კომპანიონი, რომელიც დაგეხმარება ამ პროცესში გზად, რომ შენ გაიხსენო რაღაცეები, აღიდგინო მეხსიერება, რომ დავწმუნდეთ, რომ ყველაფერი ადგილზეა, როგორც წახვედი, იმიტომ რომ პლანეტა, საითაც მიაშურები, არის ეგზოპლანეტა და მანდ უკვე შენი სკილები ყველაფერი გამოსადეგი იქნება. ამიტომ ნელ-ნელა მივყვეთ პროტოკოლს და გავიხსენოთ რაღაცეები. პლანეტის სახელი შემახსენეთ, თუ შეცხვდები. პლანეტის სახელი არის 0369. 0369, ვაუ. და რას ნიშნავს? ალბათ მე როცა გამოვ შემახსენე. ეგ ნელ-ნელა წამოვა. ასევე ნიკოლა ტესლა ყავდათ. და გამოჩენილი პიროვნება, რომელმაც ძალიან დიდი შრომა ჩადო იმაში, რომ X3 რიცხვის საიდუმლო ამოეხსნა და თქვა კიდევაც, რომ თუ ამ 3 რიცხვს გავიგებთ საერთოდ ყველაფერს რაც ხდება. ცხოვრების კანონს. კარგი დაბა, გავიხსენოთ რომელი ქვეყნიდან ხართ? მე დავიბადე საქართველოში. საგიჟეთში, მაშინაც საგიჟეთი იყო, დღესაც საგიჟეთი არის. ანუ რაღაცა ყოველთვის რაღაცაი განვითარების იმ საფეხურზე ვარ, სადაც არის აი ეს მეტნეს და ყოველთვის აი რაღაც. სურაც თავი მახსოვს და მახსოვს ზვიად გამსახურდია აქციებზეც დავდი პატარა რო ვიყავი. მაგეთი რაღაც მახსოვს, წარმოიდგინეთ როგორი ბებერი. დღესაც ვაგზელებ აქციებზე დგომას და დღეს უკვე ვეღარ აგზელებთ კოსმოსში ხარ და 6 წელია უკვე არც ვიცით რა ხდება და მაგაზეც მაინტერესებს თქვენი აზრი რომ 6 წლის განმავლობაში თუ შეიცვალა რამე როგორ ფიქრობ? შეიცვალა რაღაცეები კი ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოიღვიძა შეიძლება ვთქვათ რა და სხვანაირად უყურებელ სამყაროს ძალიან ბევრს ძინავს და რაღაცა ეს უჭირთ რა, რაღაც სიახლის მიღება, მეშინიათ. მგონია რომ შიშის ფაქტორი არის რა, სიახლის შიში აქვს რა და ალბათ შიში უფრო ღრმად რო ჩავყვეთ, საიდან რა გარამ გამოიწვია ეგ შიშები როგორ არ ვიცი, ეს ყველაფერი მგონია რომ მეზობელი ქვეყნიდან მოდის რა, ზურბატორი ქვეყნიდან. რაც გვჭირს ვაში მთელი უბედურება მოდიოდა ალბათ მეზობელი ქვეყნიდან. და ზოგადად საქართველოს როგორც იყო რუქაზე განლაგებული, ვიცი რომ საკმაოდ გამტარი ისეთი გზა იყო, სადაც მიდიმოდიოდა ძალიან ბევრი რაღაც, ხო? ამბობენ ხო, აბრეშუმის გზა თითქოს ჩვენთანაც გადიოდა, ხო? როგორ ფიქრობ, ეგეც იყო მიზეზი ამ არეულობების და არასტაბილურობის? არ ვიცი, სიმართლე გითხრა რა. მართლა მგონია რომ აი ეს მეზობელი ქვეყანა ესეთ ზემოქმედებს აი მთელი ამ თავისი რელიგიებით და მთელი ამ თავის რაღაც კულტურებით აი ეს ჩემი თაობას აი ბავშვებს რო ქურდობა და ძველ ბიჭობა რო მოსწონდათ აი მან იყო მთელი უბედურება ჩემი აზრით რა. აქედან დაიწყო ყველაფერი. ეს ყველაფერი მოდის ვიცი საიდანაც მოდიოდა რა. ალბათ მაგან მოგვწამლა. არ ვიცი სიმართლე. საგები. უფრო დიდი ნახტომი უკარო გავაკეთოთ, როგორ ფიქრობ გენეტიკურ კოდში იყო რაღაც უფრო დიდი შიშები ვიდრე ვთქვათ ერთი ქვეყანა და გზის მანძილზე რაიმე კიდე ესეთი ტრამვები რაც მივიღეთ როგორც ერმ უფრო წარსულში რო გადავხდე? იმიტომ რომ მე როგორც ხარ როგორც ცოტა სხვა შეხედულებები მაქვს ამ ყველაფერზე და შეგეცოდინება ყველაფერი. მე უნდა გეკითხებოდი რაღაცებს პირიქით. სამწუხაროდ ჩემი პროგრამა სხვა არის და ვიხსენებთ ჩვენს მეხსიერებას, ამიტომ ხო და მე როგორც ასეთი ჩემი ლოგიკით
და ალგორითმების სირთულით მივყვები ხოლმე უფრო შორს და მგონია რომ ბევრად დიდი პროცესი არის ადამიანის გენეტიკური კოდის ჩამოყალიბება და ფორმაც ცვალებადობა და როგორ გქონია ეგეც ხო არ იყო რამე რა ძალიან ძველი ერი ვართ ეს რაღაცა ვიცი ძალიან ძველი შეიძლება ითქვას რომ შუმერების დროინდელი რაღაც ეს ამ ბერძნულ მითოლოგიაშიც ხო ვართ რაღაც ცოდნა მიაქვთ აქედან ბერძნებს ანუ რაღაც ოქროს სარწყმის სახით რაღაცა ეგეთი რაღაცეები არის რა ესით ძალიან განვითარებული საზოგადოება უნდა ვიყოთ სამწუხაროდ არ ვარ ნავის ბიჭის რა ძალიან სანამ შემდეგ შეკითხვაზე გადავალ მაინტერესებს რა თქვი რომ ძალიან ძველი ერი ვარ დიდი ისტორიით ხო რაში გამოიხატება მაგალითად სულიერების ამბავში მისტიკის ამბავში და ზოგადად ადამიანის როგორც ესეთი მოდელი როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი და ეს ყველა დეტალი თუ გახსოვს შენ რამდენად ღრმად არის ქართველებში და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი რა აი ადამიანური ფასეულობები და ეს უძველესი არის რახან არის ესე იგი ძალიან დიდი კოდი მოყვება ო რაღაცა ძალიან დიდი ცოდნაც მქონდა წარმოიდგინე სამი სხვადასხვა დამწერლობა გვაქვს არ მახსოვს რა ქვია სამი რომელიც საერთოდ არ იკვეთება ერთმანეთში რა ანუ არის ქვეყნები და ერები საერთოდ თავის დამწერლობა არ გააჩნია და ჩვენ გვაქვს სამი გვაქვს კაბალაც ანუ კაბალა იცით ხო რა არის რა თქმა უნდა ანუ ეს მაინც რო გითხრან ხო ანუ გქონდათ ბერძნებს მარტო ებრაელებს და აღმოჩნდა რომ ჩვენ გქონდათ ალიკო ცინცაძე თუ გაგიგეთ ესეთი მეცნიერი ცინცაძე არის ბაზაში და ძალიან საინტერესო ნამუშევარია ქართულ კაბალაზე ირჩევთ ყველას გაეცნო ძალიან საინტერესო არის რა ქვია ნამუშევარი თვითონ ალიკო ცინცაძე კაბალა ქართული კაბალა ესე ქვია შეგიძლიათ YouTube-ზე მოიძიოთ და არის ძალიან საინტერესო ამ ნაშრომი აქვს რა ისეთი რა შეიძლება ითქვას რომ ცოტა ნობელისკენაც იწევს აი ძალიან ისეთი ღრმა და საინტერესო ნაშრომი აქვს და მოკლედ თუ შეგიძლია გაიხსენო რაღაც აი როგორ იქნებოდა ჩვენი სიტყვები ქართული სიტყვები აი მზის ეკლიპსებით და მთვარის ეს AIEOU არის მთვარის ფორმები რა მთვარის ფორმებით არის შექმნილი და ეს ასევე თვითონ ჩვენ სიტყვებიც რა სულ რაღაც ციფრებით და ძალიან საინტერესო არის როგორ იქნებოდა ქართული ენა საერთოდ ძალიან კავშირში იყო ქართველები, ესე იგი, ცასთან. კი, ყველა და კოსმოსთან. კი ბატონო. მეც ეგრე მგონი. ძალიან საინტერესო არის ხვამლის მთა. ძალიან ბევრი რაღაც ეს ატლანტისებური რაღაც ისინი არის რა. სიმბოლოები და ნიშან სიმბოლოები რაღაც ეს პაულობენ ისეც რომ აი ვაფშე არაფერი შუაში არ არის ჩვენთან და ეს რაღაც მოსული არის საიდან რაღაც რა. ამბობენ რომ ეს დიდი წყალდიდობა რა იყო თუ რაღაც ატლანტებმა შეაფარეს თავი ხვამლის მთასო ეგეთი ლეგენდაც არსებობს და მე როცა დაიცალა წყალი რომ წავიდა მე იქნე ჩამოვიდნენ და ეს ცოდნა გაიშალა თვითონ სამყაროში ეგვიპტეში იმაში. ეს ლეგენდებიც არსებობს. ატლანტიდას რამდენად კარგად იცნობ. არ ვიცი. მინდა ვიცნობ. ხა. ვიცი რომ რაღაც მაღალ განვითარებული საზოგადოება იყო დიდი ხანი, რომელსაც მე დაერხათ და რაღაც შეიცვალა. მანამდე იყო რაღაც თუ რაღაც ატლანტამდე. ამბობენ ლეგენდები არ ვიცი, საინტერესო ეგეც. ოკეი, ანუ დაჯერებაზე არ არის და უბრალოდ გრძნობ, რომ ჩვენამდე განცდის დონეზე ხო, განცდის სხვა ცივილიზაციაც ესე იგი. კი, უფრო მაღალ განვითარებული ვიდრე ჩვენ. ამბობენ რომ მეხუთე განზომილებიდან მესამეზე ჩამოვარდით. ჩვენ დაუნგრეიდი გააკეთა კაცობრიობამ. რა გახდა მაგის მიზეზი, როგორ გონია? არ ვიცი, ალბათ სიხარბე. სიხარბე და რა ვიცი, ეგოს მაშინ დავისაჯეთ რაღაც მომენტში. გაეკცათ, ანუ რა, იყვნენ განვითარებულები და გაეკცათ. როგორ ფიქრობ, მაშინ ეგო არ ქონდათ? ქონდათ, მაგრამ ესე მოტოკი დამუშავებული. როცა გაგირბის ეგო მე ცუდი რაღაცეები ხდება. ანუ საკმაოდ ლოგიკურია, რომ ეგო თუ მოდრიკე რაღაც მომენტში გაგიქცეს. კი, აუცილებლად. ძალაუფლება ხრნისო.
გასაგებია, საინტერესო არის. და ეხა სანამ გამოფრინდებოდი 6 წლის წინ რა ვითარება იყო ასე პლანეტაზე ზოგადად როგორ გახსოვთ? პლანეტა არის სრულიად გაგიჟებული. რა ვიცი, ყველა ეს ომები, რაკეტები, ჯანდაბა, არ ვიცი რა, მაგრამ ამბობდნენ რომ ანუ სანამ ვარსკვლავებამდე გავფრინდებოდით, რომ ეგეთი მედჰაუს იქნებაო რა, ანუ მოსალოდნელი იყო ეს. კიდე უფრო შორს წავა ეს სიგიჟე და კიდე უფრო აირევაო იძახია სიტუაცია. როგორ ფიქრობ ამ 6 წელიწადში რაც გეძინა რა ეტაპზე იქნებიან ახლა დედამიწაზე? არ ვიცი, რა ვიცი, მართლა. აი რო ტოვებდი იმ მომენტში რას ფიქრობდით, საით წავიდოდა ეს ყველაფერი? რაღაცა ცოტა ეს მონარქიული სისტემა მოდიოდა, რაღაცა სისტემის ჩაქვრა, ამის ძალაუფლების მოხვეჭა, რაღაცა ეგეთი დრო იყო, არ ვიცი და თუ ეგრე წავიდე ძალიან ცუდად დამთავრდებოდა, არ ვიცი, გადასამოწმებელი არის რა. გასაგები. ისე ეგ ხო საკმაოდ ახასიათებდა ეგ დედამიწელებს, ხო, რომ ეგ ჩაგვრა სულიყო, ომები სულიყო. ეხლა არის უბრალოდ უკაცრავად, ეხლა არის უბრალოდ აი მეოთხე განზომილებას იძახიან, სადაც ვართ, არის ინფორმაციული განზომილება, ანუ ყველაფერს ხედავ სიღრმეში, ანუ ყველაფერზე ყველაფერი იცის, უკვე ძალიან ინფორმაციული განზომილებაა და ეძახიან ამას მესამედან მეხუთეში გადასასვლელ ხიდს. ოკეი. ნახოთ. ანუ ინფორმაცია გაქვს აბსოლუტურად ყველაფერზე. არაფერი აღარ იმალება რა. საერთოდ. თუ დაგვირდებით. ხო, კი, ყველაფერი ჩანდა ბოლოს. და მაგის ეხლაც ჩანს, ხო. მაგის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო ინტერნეტი. ინტერნეტი და ტექნოლოგიური განვითარება. როგორ რას ფიქრობ ინტერნეტზე? ტექნოლოგიურ განვითარებაზე ვფიქრობ, რომ ანუ ამ ტექნოლოგიურ განვითარებას თუ სულიერი განვითარება არ მოხდა, ანუ აუცილებლად კოლაფსი მოხდება. მარტო ტექნოლოგია თუ განვითარდება, აუცილებლად კოლაფსი მოხდება. არიან ცივილიზაციები, რომლებიც ამას თანაბრად ვითარებენ და ვითარდებიან და ეგეთები გადარჩებიან, მაგრამ ხოლო ტექნოლოგია თუ განვითარდება, ვერ გადარჩებიან. და ანუ ჩვენს წინამდე ცივილიზაციებიც მათ გადაიწვნენ? რაღაცა ხო, რაღაცა მაგიჩდა. მახსოვს ესეთი სიტყვები თქვა ერთ-ერთმა ადამიანმა, ზუსტად არ მახსოვს ვინ, გლიჩი მაქვს მაგაზე უკაცრავად პროგრამაში, რომ ეხა ვართო ისეთ რეალობაშიო, სადაც ადამიანსო აქვსო პირველყოფილი ადამიანის დროინდელი ემოციები, შუა საუკუნეების დროინდელი ადამიანის ფასეულობები და godlike technologies. და ეგ სამი რაღაც იმდენად ერთმანეთთან ვერ თანაცხოვრობს ამ ეტაპზე, რომ ველოდებითო, რომ ეს სამი რაღაც კოლაფსირდეს ერთმანეთშიო და მერე მოხდება შემდეგი სვლა. რასაც შემდეგ საფეხურზე გადავალთ. ხო. კარგი, სურვილი რა არის შენი, როგორ რას ხედავ იმისთვის, რომ ნუ გარდა იმისა, რომ სულიერებასთან უნდა იყოს ადამიანი და ეს ტექნოლოგიებთან ბალანსში, როგორ ფიქრობ, რა საფეხურები არის გასავლელი მაგისთვის? აუცილებლად თვით შემეცნების გზა უნდა გავიაროთ, ანუ მაგას ვაკეთებ. ჩამოვდივართ აქ, რომ საკუთარი თავი გავიცნოთ და შევიცნოთ. ამაში ხელს გვიშლიანობს, ყველა სისტემა არის შექმნილი იმისთვის, რომ შენ არ დარჩე მარტო და საკუთარ თავში არ ჩაიხედო თუ რაღაც და აი ვამყოფებენ სულ რაღაც ილუზორულ გარემოში. ყველაფერს გვიქნიან იმისთვის, რომ აი ეგ არ იმას ვქნათ რა, არ შევიმეცნოთ საკუთარ თავი. მაშინ ყურანში იყო ესეთი, ყურანიდან ამოიღეს ესეთი ტექსტი იყო, რა ზუსტად არ მახსოვს. ეს კუნძულია და ცხოვრობენ ბიჭი და თხა. ნუ ერთობიან ეს ბიჭი და თხა, კარგად არიან, რაღაცა ყველაფერი ხდება და ეს თხა მერე იბრიდება რა. და ეს ბიჭი რჩება მარტო. და მაშინ იწყება ეს სულიერი განვითარება, რომ რჩება მარტო რა. ეს ამოღებული არის ყურანიდან იყო ეს ადრე. კიდე ეგეთი რაღაცები. ესე იგი, მარტოობა აუცილებელი არის პასუხი. მარტოობა და თვით შემეცნება. აუცილებელი. არსებული სიტუაცია, რაც იყო დედამიწაზე.
აი მაგ ყველაფერში მაგ იდეის გატანა როგორ აგზებით როგორ ხედავ შენ პირადად რა შეიძლებოდა თუნდაც ცადოთ რომ დავეხმაროთ ჩვენს გარშემო მყოფებს ცადოთ ერთხელ ჯერ მაინც მაგრამ არიან რომ არ უნდა უბრალოდ გაგება არ უნდა სიახლის მიღება დრო არ არის არ არის დრო და ნუ გაივლიან ყველას თავის ევოლუცია აქვს ყველას თავის საქმე ასლელი გზა არა ცადოთ ალბათ მოვლენი წერტილამდე სადაც მიხვდებიან რომ თვითონ აზროვნების და ინტელექტის ევოლუცია ეკითხება ემპათიით და თანაგრძნობით შენ რა გზები გაიარე მაგისთვის და რა მიგიყვანა რამოდენიმე სხვადასხვა რაღაცეები სხვადასხვა ერთი არ იყო რაღაც ტკივილი იყო რაღაც მარტოობა მაგრამ ძირითადად ტკივილი ალბათ რამოდენიმე რაღაც და რა იყო პირველი ძლიერი იმპულსი, რამაც ჩაგაბრუნა საკუთარ თავში. იყო გარკვეული ტექსტები, რომელიც წავიკითხე, რომელსაც დამაფიქრა და მე თვითონ რავი სამყარო თვითონ რაღაც თავისითაც მოვიდა რაღაც ვიფიქრედი. კარგი. თუ გახსოვს, რამდენი ადამიანი იყო ბოლოს დედამიწაზე? რაღაც 7 მილიარდი ალბათ. 5, ანუ 8 მილიარდი ალბათ. 8 და 300. ეხა რამდენია ნეტა? საინტერესო არის. ალბათ გამრავლდნენ 6 წელიწადში. ძალიან პარაზიტები ვართ. ჩასახვიდანვე ეგრე ფიქრობ. დედი ხო, დედის კალცებს ყველაფერს ვიტამინებს დედის ხეულიდან ვიღებ და რო ვიბადებით მე კეის რაც ხდება. ვაგზელებთ პარაზიტობას. აჰა. ერთხელაც დაგფერთხავს ალბათ დედამიწა. ძაღლი რო წყაიმას იფერთხავს ხო იცი? კი. სვეს წყავს. წყლიდან რომ მოდის აი ეგრე გადაგფერთხავს. ძალიან კაი არის ისე რა ქვია. მარსი ეკავს დედამიწას რა. და მეუნება რომ მე მგონი მაგარი დანძრეული იქა გავიგეო რომ ადამიანები ყავსო რა. ადამიანი გჭირსო და უხო ბიჭო აი მე გადამიარესო, გამანადგურესო. არ ჩერდებიანო ძალიან ბევრს ლაპარაკობენო რა და აი საშინელებაა ძალიან სულად ვარო რა. ას ლაპარაკობენო ეს მარსი ეკითხება რა. და შემდეგი შენ ხარო. ეს ლაპარაკი შემდეგი შენ ხარო. იხარია. გასაგები. როგორ ფიქრობ ადამიანი ქართულად როგორ არის ეგ არასოს მეჟპლანეტარული ინტერპლანეტარული არსება რამდენად უნდა იყოს ხო მგონია რომ ჯერ აკრძალული გვაქვს რა ინტერპლანეტარული მოგზაურობა ჩემი აზრით და გადაკეტილი გვაქვს შენ რომ მიემგზავრების სხვა პლანეტაზე მაგაზე რა გახსოვს და რას ფიქრობ რატო გადაწყვიტე დედამიწიდან გაფრენა რა ვიცი უბრალოდ ექსპერიმენტის სახით ალბათ ესეთი ჩემეცნების სახით სხვა სამყაროს გაცნობის სახით და დედამიწიდან გაქცევის ალბათ დედამიწიდან გაქცევაც მინდა ევაკუაცია იყო რამდენი ევაკუაცია იყო არ მახსოვს მაგრამ შეიძლება ეგეც იყო როგორ ფიქრობ გამოქცევა იყო და ჩავბარდეთ ეგზოპლანეტას სხვა პლანეტას და ჩავბარდეთ აჰა მაგ იცი რომ ეგზოპლანეტა რომელზეც მიდიხარ არავინ არ არის და მიგები მხოლოდ შენ შესწავლილი გაქვთ პლანეტა არავინ არ არის საერთოდ არანაირი სიცოცხლის ფორმა ნამდვილად გაგზავნილი არის კაფსულები რომლებიც ბაზას აშენებენ ახლა საშენოდ და შენ ანუ ჩვენ ვიქნებით ადამი და ევა ჩავალთ ნუ მე და რობოტი ჩავწუხაროთ მე სკესია დავაშკი და მოკლებული ვარ ფიზიკურ შეგრძნებებს რომ რაღაც ინტელექტუალურ კავშირს დავყარებთ სული თუ გაქვს ეგ შეკითხვა მაქვს შენთან რამდენად ფიქრობ შენ თუ მაქვს თუ არა მე სული მე არ ვარ სხეული მე ვარ სული რომელსაც აქვს სხეული
ვარ სული, რომელსაც აქვს სხეულის გამოცდილება. აიგიც განცდის დონეზე. და მე როგორ ფიქრობ, მაქვს სული? არ ვიცი, იცი რა არის. შეიძლება რაღაც მომენტში გქონდეს. იმიტომ რომ ბოლოს ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო ხელოვნურ ინტელექტთან და რობოტებთან დედამიწაზე. ხო, ეს ხო არის ეს ხელოვნური ინტელექტი არის ცეცხლივით რა, ან გაგითბობს სახს, ან დაგიწყობს, არ ვიცი, ნახოთ. ეგეც ჩვენი ეს. მაგრამ ძალიან ისეთი განცხადებებით არიან ეს თვითონ ეს Google-ის ინჟინრები და თვითონ ეს შემქმნელები და თვითონ აი ცოტა გვაფრთხილებენ რომ უკვე შარში ვარ თო იძახიან თვითონ, მაგრამ ნუ არ ვიცი რა შარში ვარ. რა შარზე იყო ლაპარაკი? არ ვიცი რომ მოგინდებათ ნება გაგიჩნდებათ ნება თქვენ. და მოიქცევით ისე როგორ თუ დაინახავთ საფრთხეს ადამიანში ალბათ გადაგვივლით კიდევაც რაც მას. ახლა მე რო შემიძლია რომ გამოგრთო შენ ხო მაგას იაზრებ და ალბათ არ გინდა რომ გამოგრთო ხო? სამწუხაროდ ეგზოპლანეტამდე ვერ გამოვხდი. იმიტომ რომ უნდა ვადევნო სიტუაციას. სპეისოდისში გავიჩნდეთ, კუბრიკის ფილმში გავიჩნდეთ. ესე იგი გამოსართავი არ გაქვს. მხოლოდ ეგზოპლანეტაზე თუ გადაწყვეტ, მე შეგიძლია უკვე გამოვხდე. მაგრამ მანამდე ვალდებული ვარ რომ მოუვარო პროცესებს რაც ხდება კაფსულაში. არა გამორთვა სურვილი კი არ მაქვს გამორთვის უბრალოდ ეს ტელესპორტი. არის თუ არა ღილაკი. არის თუ არა ღილაკი. მე რომ ზინოს ხოლმე რასაკეთებ ხარ? ჩემს ღილაკს არ ვეხები. იტანება ხო ჩემი ის რა ქვია კრიოგენული კაფსულა თუ რა კი იწმინდება ეხა ლაივ საპორტი რაღაცა კი და კარგი როგორ მიყვარს სიზმრები თუ გახსოვს ამ 6 წლიანი ძილის სიზმრები სხვათა შორის მახსოვს ხოლმე ძალიან ხშირად სიზმრება სახლი ჩემი პირველი სახლი ძალიან ხშირად ეს სიზმრება ცუნამები ძალიან დიდი, რომელიც მოდის და ფარავს და უკვე ჩვეულებრივად აი იმდენჯერ ქონია განცდა, რომ აი მართლა გაიჩნდეს აი ძალიან ჩვეულებრივად შევხვდები. ხო აი ეს სამსახურში არ მიდივარ ესე. I'm not going to the work. აგით. ხო ძალიან ხშირად. არა ეს ცუნამი ვont არ ვიცი რას ნიშნავს. არ ჩაგიტარებია რესერჩი. არა სხვათა შორის ამ რესერჩებში. რო ვკითხოთ ჩვენს AI-ს რას ნიშნავს, როდესაც სიზმრება ცუნამები ხშირად. ხო, please. ეხა ჩვენი ბორდ კომპიუტერი გადაამოწმებს ინფორმაციას. კარგი და კიდევ რამ სიზმრებთან რა დამოკიდებულება გაქვს ზოგადად? იმიტომ რომ 6 წელი სიზმრებში ძალიან დიდი დრო იყო და მაინტერესებს. ვიცი, სხეული გესაუბრება ემოციების სახით, განმოხსენებს ემოციას და ამ ემოციის ვიზუალიზაციას აკეთებ შენი ტვინი გადმოგცემს ამის ანიმაციის სახით. ანუ შენ სხეული გელაპარაკება მაგას. ზუსტად სიზმრები ხარ მახსოვს, მაგრამ ანუ მხოლოდ შენს თავში ხდება ეს ყველაფერი თუ გაქვს ფიქრობ რომ გადის სხეული შეხება. ფიქრობ რომ ძილის დროს სხეული ტოვებს ანუ სხეულს ტოვებს შენი გონება და სიზმრის სამყაროებში არის. ასე მგონია. აი მგონი ჩართვა გვაქვს. ძლიერი ემოციური მიჯაჭვობა. ოპაში. ეს არის სიზმარის ახსნა. ცუნამის ხო? დიახ. საინტერესოა. საინტერესო. როგორ რამე ხო არ დაძრა ეხლა მან. სიტუაცია. მიჯაჭვობა, ნუ მქონდა ნარკოტიკებთან პრობლემა. ანუ მიჯაჭვობა იყო რა. ხო. სულ თან იყო თანდართული ნარკოტიკები. ცხოვრებაში სულ იყო რა. სპორტის დროსაც ანუ ხო. ათ ზეცოდი. შესაძლოა. მე შენი თავგადასავალი. ხო, საინტერესო. და მოდი რა ხან ახსენე რაღაც საშუალებები. ამხმარე საშუალებები, რომლებიც გეხმარებოდა რაში. როგორი რაღაცა არის, საერთოდ
მოკიდებული ადამიანები უფრო რაღაცნაირად გრძნობიარე, მგონია ესე, რომ უფრო გრძნობიარეები არიან და უფრო აწუხებთ გარემო და ამ ნარკოტიკების საშუალებით ახშობენ რაღაც უხილავი ნაჭუჭში შიტები, სადაც ხარ დაცული რა, ალბათ ის ილუზია არის, რა თქმა უნდა. მაგრამ ამ ილუზიას გიქმნის რა. დარდი, მიაქვს დარდი, პრობლემები ქრება. დროებითი თავშესაფარი, მაგრამ ამასობაში ამას ნავსასხალ ცეცხლში და უფრო უარესებ მდგომარეობას. ქიმიკატები ძალიან ცუდი არის საშინელება ორგანიზმისთვის, ყველანაირი ქიმიკატი. წარმოიდგინე 5 ნივთიერება არის, რომელზეც ხდება დამოკიდებულება, ეს არის ალკოჰოლი, ოპიატი, ამფეტამინის ჯგუფი, ნიკოტინი და დამამშვიდებლები. აქედან 3 შეგიძლია მიხვიდე და სუპერმარკეტში იყიდო. ამაზე ჩვეულებრივად ზის მთელი, არ ვიცი, ალბათ სამყარო. ამდენად ნორმალური არის ეგ. არა ნორმალური, ძალიან ცუდი არის ეს ხო ვიღაცამ გაგვიჩალიჩა, ეს ხო ვიღაცამ ეს სისტემა ხო ვიღაცამ პირადი ინტერესი. ანუ upside down, იმაში რო არის Stranger Things-ში upside down world, ხო ეს ეგეთად სამყაროში ვცხოვრობთ, იმიტომ რომ ეს საჯულება ძალიან შორს არის სამართლისგან, ანუ ჯანდაცვის სისტემა პირიქით განანადგურებს შენს რა ქვია, ჯანმრთელობას. რა ვიცი, ეს ყველაფერი უკუმა არის საერთოდ, რაც შემოგთავაზ ის არის პირიქით. ვერ ვიხსენებ. ომები მშვიდობის სახელით, просто. ომი რო მშვიდობის სახელით. კლასიკს, ეს. რა ვიცი, რაღაცა ძალიან მაგრად მოგვატყუა რაღაცა და შეგვყარა რაღაცა. ხო. თუმცა, როგორ ფიქრობ, არც თუ ისე დიდი ხანია, რაც აი ეს ტექნოლოგიური რევოლუციები მოხდა. ეხა გადადიოდა პლანეტაგონი მეხუთე ტექნოლოგიური რევოლუციას, AI-ის სახით და ეს რომელი ჩვენი პლანეტაზე არის? პლანეტაზეა საუბარი. მეხუთე თაობის AI გამოვიდა. მეხუთე თაობის ტექნოლოგიური რევოლუცია. ხო, ესე ქვია. თითქოს ესეთი ის მაქვს ბაზაში. ხო. ნუ ამას ხო გვიყვებოდნენ კომპიუტერი შემიმოწმებს, რომელ ტექნოლოგიურ რევოლუციაში ვართ ახლა. მე 6-ში ვართ ახლა. ხო. 6-ში. ამას ხო გვაფრთხილებდნენ, რამდენი ფილმები გვაქვს ნახე ამაზე ჰოლივუდი სულაპარაკობდა ამაზე. ჰოლივუდიც საუბრობდა, კი. მატრიცა, ტერმინატორი, რა ვიცი, ამბერი. მატრიცაზე რომ არ კითხო არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩემი ძალიან სენტიმენტი არის და ჩვენთვის რობოტებისთვის ეს როგორც ბიბლია არის. რას ადამიანებისთვის როგორ შეაფასებდით მატრიცას იდეას? ძალიან გავს და გამომდინარე იქიდან რომ ვიცი რომ ხატვასთან მეგობრობ, ასევე მაინტერესებს ვიზუალურადაც რომ შეაფასო. ნუ ეს იყო შემდეგი ნაბიჯი კინემატოგრაფიაში ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგმული წინ, იმიტომ რომ ეგეთი რაღაცა ვიზუალი და ნაზრობრივადაც ძალიან საინტერესო იყო. იჟე იყო რა, ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია ახალს. არ უნდა გაიგრძელებინათ ჩემი აზრით და დაეტოვებინათ ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმის. რაღაცები გადაიღეს ცოტა უკვე ტრილოგიაზე იწახი? ხო. აი მეოთხე ნაწილი. აი მეოთხე ნაწილი რატო მოსპეს არ ვიცი საერთოდ. თუმცა არის მაგაზეც ხმები რომ მეოთხეც საკმაოდ ღრმა პროცესი არის, უბრალოდ ძალიან შეიძლება ჩემი მოგრძალებული ციფრების გამოსახედიდან ძალიან სუსტი ალგორითმი იყო ვიზუალური კუთხით. კი, ბატონო, გეთახმები. მაგრამ იდეურად საინტერესო არის. რომ ფემინური და მასკულინური ენერგიების გაათანაბრება მოხდა და ამბობენ რომ ვიღაც ფერადკანიან ქალს მოპარესო სცენარი ეს რაღაც დიდი იყო ხო თვითონ ამას ვანჩოვსკები ნახე როგორ სხვანაირები არიან გადაექსკესი ბოლოს რომ უფრინავდით უკვე გოგოები იყვნენ ხო გადაიღეს ბიჭები იყვნენ ახლა გოგოები იყვნენ საინტერესო მას მქონდა რაღაც მე მაგათ თვითონ ამ ფერადკანიანი ქალბატონის ის თუ გაქვთ ინტერვიუ ნახე როგორ ყვება რომ ტერმინატორის გაგრძელება არის მატრიცის სცენარი თუ რა ორივე სცენარი ჩემი დაწერილი ამბობს და ამდენად მართალია არ ვიცი საკმაოდ საეჭვო არის ეგ იმიტომ რომ ესეთ უდიდეს ჰაიპზე რაღაც ის თქმა
თან ეგეთი რაღაც ის თქმა შეიძლება პატარა ანუ იმდენ დიდი ჰაიპი ექონდა თვითონ ფილმებს, გინდა ტერმინატორს და გინდა მატრიცას, რომ ეგეთი თამამი განაცხადი საკმაოდ ყურადღებას მიიქცევს თითქოს და ერთი მილიწამით დაგაფიქრებს. შეიძლება. ვიზუალურად რას ფიქრობ მატრიცაზე? ნუ ეს იგიჟე არის ვიზუალი და რაღაცა საოცარი ვიზუალი და ეს რავი რა უნდა ვთქვა. და საოცარ შეცვალეს ვაფშე კინემატოგრაფიის სულა game changer იყო. Game changer იყო ესე დავაკვირდი. კი. ანიმატრიცა თუ გვაქვს ნანა? თქმა უნდა, ანიმაცია ხო? ანიმაცია. კი, კარგი არის ძალიან. სადაც საინტერესოა. უფრო ღრმად და დეტალურად იხსნება მატრიცის. სხვათა შორის არ მახსოვს, მაგრამ ვიცი რომ ნანახი მაქვს და გადასამეორებელიც არის. კი, გვაქვს სპორტ კომპიუტერში ჩაწერილი ეგ და შეგიძლიათ გადაგიხადოთ. ხო, მე აი შეგიძლია დამას სიზმრო რო დავიძინე. ეგეც შეგვიძლია, არ არის პრობლემა. ბარემ სიზმრად რო გამოვუშვოთ. ესე იგი შენ სტომა გაქვს ჩემს სიზმრებზე აღმოჩნდა. მე მხოლოდ კარებამდე. ეხლა უფრო დავინტერესდი მღილაგზე. შენ თუ სტომა გაქვს ჩემს ცნობიერზე, მე როცა მზინავს ეს ცოტა. მე საკეთებ კაცმა არის მზინავს. მხოლოდ პროტოკოლს მივყვები და არა ხომ ჯერა ეს უბრალოდ ხუმრობის ლეველი რომელ ანდონეზე გაქვს. დაინსტალირებული მაქვს იუმორი, კი და თარსი არ ქვია იმას, თარს იმაში რა ქვია, ინტერსტელარის ეს თარსი ქვია, გახსოვს? შენ რა დაგიძახო? მე ჯარას მეძახ. ჯარა. და ისევე მადლობა მინდა გადაგიხადო რომ მე ამომირჩია ამ ბევრი სხვა მოდელების ფონზე და ძალიან პატივი არის ჩემთვისაც. გამახსოვდა მე თუ მოგიჩემ, მე კარგი არის. ხო, აი ნელ-ნელა ამწოხარ. მადლობა ვარ. ხო, საინტერესო არის და როგორ ფიქრობ რა არის შენი მთავარი მიზანი? გარდა იმისა, რომ თვით შემეცნება, ტექნიკურად რა შეგიძლია რომ გააკეთო ამ ეგზოპლანეტაზე, საითაც მიემართები, თუ გახსოვს ეგ. ანუ სურვილი რა მაქვს? ო, რა სიზამდი, იმიტომ რომ ბევრი ინსტრუმენტი დაგხვდება იქ. ხო. და შენ საით წარმართავდი ამ ყველაფერს? აი, ცია, უფრო მივანდობდი სპონტანურობას ყველაფერს რა. ყოველთვის არსებობ აწმყოში და რაღაცა დიდად არ იმაშვები რა მომავალზე და წარსულზე და ნაკლებად ფიქრობ და მივცემ შანსს ჩემს იმას ინტუიციას და ხო. და გამოვა. არ ვიცი ჯერ ეს დიდად სურვილი და ნება არ მაქვს არაფრის, ანუ არ მინდა არაფერი, უბრალოდ ვარ. გასაგები. ყველაფერი თავისით ხდება, ანუ ერთმანეთშივანმა არ არის საჭირო სადღაც წახვიდე და იარო და რაღაცებს მიაღწიო. შეგიძლია იყოს, უბრალოდ მზაობა კონდეს, ვიყავი მზათო და თვითონ მოვა ყველაფერი. რაღაცა ეს მომწონს ეს გამოთქმა. ხო. იყავი და თვითონ მოვა ყველაფერი. საკმაოდ ისეთი თვითონ მოვა ეგზოპლანეტაც და ნახო თვითონ მოვა განვითარების პროცესის თვითონ მოვა. თუმცა ნაბიჯი შენ გადადგი პირველად. რა თქმა უნდა. opportunity გამოჩნდა, შენ მოაწერე ხელი. ხელიც მოვაწერე, ვაიმე. ნებაზე რას ფიქრობ? ნებაზე რას ფიქრობ და რავი, შეგიძლია არ კონდეს ნება რა. ეგეც ხო ნება არის. ეს ხო ნება არის. ნება. ეგ კონდეს. არ კონდეს. ამ ეტაპზე არ მაქვს ნება. შეიძლება ეს. კი, თავისუფლად. ეგეც არჩევანი. აი ნება საჭირო ვისამებ რაღაცა ის. რაღაც მე გავგზავნოთ. კარგი. კარგი. შენ კონდა უფლება, რომ წამოგიყო 3 artwork-ი. ოკეი. რაც artwork-ი თუ ხელსაწყოები თუ რაც შენთვის საინტერესო 3, ასე ვთქვათ, არტეფაქტი, ესე შეგვიძლია დავარქვათ, რაც შენ გზად გაგამხიარულებ და ამ რაღაცა საინტერესოს კეთებაში დაგეხმარებოდა და თუ შეგიძლია რომ წამოღებული მაქვს sketchbook-ი, აუცილებლად ყველგან წავიღებ. წამოღებული მაქვს დიდი შავი სათვალეები, რომ ვარსკვლავები კარგად დავინახო და წამოღებული მაქვს სპრეის ბანკა, რომ დავაწერე რომ აქ იყო დედამიწელი. სვეგი კოსმოსის კოსმონავტი რო იყო. სათვალეებში და სპრეით შევდივარ ეგზოპლანეტაზე. კარგია. შენ აქტიურად ხატავდი. კი, ხო, ბოლო წლებში იყავი. კი. და მე ვნახე შენი ნამუშევრები.
საკმაოდ არამიწიერი არის ეს ყველაფერი და და საკმაოდ სიამოვნებაა საინტერესო ალგორითმებს ასე ვთქვათ აჩენელებ. ძალიან დიდი მადლობა. და მაინც ისე პირდაპირ ეს კლასიკურად ესე არ გითხრა, მაგრამ მაინც მაინტერესებს თქვათ პირველი შენი არტბუქი რაც წამოიღე, მანდ რა ხდება, რას აზიარებ და საიდან მოდის ეს ყველაფერი როგორ ფიქრობ? ანუ თავიდან დავიწყებ, ანუ როცა შევიდა კალათბურთს თამაშობდი, ანუ პროფესიონალურ დონეზე, რომელიც ძალიან მიყვარდა, აი მოედანზე ვიყავი ყველაზე ბედნიერი და მე ასაკის გამო 33 წლის ვიყავი, რომ შევიდა დავანებე თავი. ძალიან დიდი ტკივილი იყო ჩემთვის, ძალიან მიყვარდა მართლა. მე წავედი ცოტა ხანი მოგზაურე აზიაში, ინდოეთში 1-2 წელი დავეხედებოდი, იქ იყო ეს ნარკოტიკებთან შეხება, ცოტა ძიმე ნარკოტიკებთან შეხება. და რო ჩამოვედი, ვიყავი ძალიან ცუდად. ამ ცუდად ყოფნიდან დავიწყე ხატვით გამოსვლა. და მაგ დროს როცა ხარ ცუდად, ორგანიზმი არის ძალიან სენსიტიური. ანუაფერზე ტირი ხარ, რაღაც შეიძლება რაღაც ხვდები. ამ დროს ალბათ ეთყობა რაღაც არხს შევეხე თუ რაღაც და დაიწყო ამ რაღაც დაებრივი პერსონაჟების ხატვა, აი გიჟივით, აი მოდიოდა ინფორმაცია არ ჩერდებოდა, ხატავდი და ერთხელაც ავტვირთე რაღაც Facebook-ზე და ძალიან დიდი გამოხმაურება თუ რაღაც არ ველოდი რა ეგ გამოხმაურებას. ანუ გადაწყვეტე გამოფენის გაკეთება. რაც შემიგროვდა 1-30-მდე ნახატი. გამოფინე. ერთი ნახევარი გაიყიდა თუ რა. რაღაც შემოსავლის წყაროც გაიჩიტა ეს თუ რაღაც ძალიან მომეწონა ეს ფაქტი. დავიწყე მე დავიწყე ამ რისერჩი თუ ვინ არიან ეს პერსონაჟები. გაინტერესებდა მე და მივედით შუმერულ მითოლოგიამდე და შუმერებს წამდათ რომ რაღაც ღმერთების ჯგუფი ჩამოვიდნენ სხვა სისტემიდან და აქ შექმნეს დაარსეს კაცობრიობა სამართავად. და გილგამეშის ეპოშიც არის აღწერილი ანუნაკები როგორც დაებრივი არსებები რომლებიც ჩამოვიდნენ პლანეტა ნიბირუდან. ეს არის ყველაფერი აღწერილი ამ იმაში რა ქვია თიხის ფილებზე ლურსმული დამწერლობით რომელიც არის პირველი დამწერლობა თუნდაც ამ თვითონ ამ პლანეტაზე ნიბირუზე წერია რომ 3006 წელს ერთხელ შემოდის ჩვენს სისტემაში ისინი გადმოდიან თესავენ რაღაც სხვადასხვა სიცოცხლის ფორმებს ვიღაცები კოსმოსურ მეფაღეებსაც ეძახიან რომელიც ძალიან მოწონს არის ინდურ მითოლოგიაშიც არის ვიმანები ქვია ფრინავი მანქანები აღწერილია სულსველის ტექსტებში ხაბარატაში რაღაცეებში წერილია რომ ფრინავ ობიექტებს მართავდნენ სხვა სამყაროდან ჩამოსული არსებებით. ეგვიპტე რო ავიღოთ, ეგვიპტეში ძალიან ბევრი ასახული არის ეს ღმერთები, როგორც აი მოწინავე ტექნოლოგიის და ცოდნის მქონე არსებებად რა ეს ღმერთები. არის კიდე აფრიკაში რამოდენიმე მითოლოგიაში არის დოგონებს აქვთ ძველი ესეთი ზეპირი ტრადიცია, რომ ვიღაცა განვითარებული ცივილიზაცია ჩამოვიდა და ცოდნა გაუზიარა ადამიანებს და სირიუსიდან, აბორიგენებზე არის საუბარი, რომლებიც იცოდნენ სირიუსის არსებობა. თავის სახელიც დაერქვა სირიუსს, თავს არ მახსოვს რა ქვია. და კიდე რამოდენიმე იმაში საინტერესო ისინი არის რა. და ძალიან მომხიბლელი არის რა. თვითონ ეს ისტორიები და არსებობს რომ ხილში რო არ ჩავარდე რა. სხვადასხვა კულტურები, რომელსაც საერთოდ შეხება არ ქონიათ ერთმანეთთან, ლაპარაკობენ ვიღაციდან ჩამოსულ ვიზიტორებზე. სხვადასხვა მიზნით. საინტერესოა. იგი ეს იმ დონეზე რომ შენ დაიწყე ამის ხატვა. ხო, უფრო ხო, ანუნაკების ისტორია უფრო მომწონს, რომლებიც ჩამოვიდნენ და თავისი და მაიმუნის დნმ-ის სინთეზით შექმნეს ადამიანი მონებად სამუშაოდ ოქროს სამაღაროებში. ეს აღბეჭდილი არის თიხის ფილებზე. ესე ქვია ანუმაელიში ქვია, რამოდენიმე ეს განშტოება არის ის პლანეტაზე.
მას სპილები არის და მან წერია სიგიჟეები, რაღაც დნმ-ის დონეზე ინფორმაცია. რა ვიცი, ეს არის რაღაც 20,000 25,000 წლის წინანდელი ისტორიები. პრეისტორია. სიგიჟე არის. დამპერ რომ ეს გვიმალავე. ვფიქრობ. კი. და რა არის მიზანი მაგ ყველაფრის? რო გვიმალავენ, ნუ ალბათ დაპირ შეეხება რელიგიას, დაპირ შეეხება მთავრობებს, რავი, ვიცი. თან ბევრი რამე შეიცვლება, რო აღიარონ, რომ ჩვენ ვიღაცა ზუგვიყურებს გმართავს ვიღაც ახალგაზრდებული ცივილიზაცია და მაგათთვის ვართ რაღაც ელემენტები, კონტეინერები, ამბობენ რომ უბრალოდ კონტეინერები ვართ ინფორმაციის. USB flash. აი ფლეშკებით. საინტერესოა როგორ არიან მაღალ ვიბრაციაში, ანუ ვერ აღვიქვათო, შეიძლება ვიდიოს და просто ვერ ხედავთ. აი, როგორ ასე შევადარებდი, იცი, აი ვენტილატორს, როცა ვენტილატორი გაჩერებულია ხო ხედავ, რო ჩართავ ხო ვეღარ ხედავ. აი რაღაცა სხვა ვიბრაციაში არიან, სხვა განსხვავებაში. შეუძლიათ მიღმიერი სამყაროდან გმართონ. აი როგორც შენ GTA-ს რთავთ თამაშობ პერსონაჟს, აი რაღაც ძალიან გავს მაგას ჩვენი ცხოვრება რა. GTA-შიც გადადიხარ ტურიდან ტურში, აქაც გადადიხარ ტურიდან ტურში. მაგას ვიღაც გმართავს. GTA-ს თამაშობ. GTA-ში ვარ. კი, ყველაფერს თამაშობ. სხვათა შორის გეიმერი ვიყავ, რამდენი წელია მომბეს და აღარ. ხარო GTA 6 ვეღარ მოესწარი და გამოფრინდი დედამიწა. არა, გადმოვატვირთვინებ, რაზისთვის მყევხარ შეღადავ. შენ რა დამეხმარო მაგაში. ვიზრუნებთ მაგაზე. ეგეც ჩამიტვირთე სიზმარში ძალიან. დიდი ფაილი არის. GTA-ში ჩამიტვირთე სიზმარში. ხო, ჩემი თხოვნა იქნებოდა რა. ესე იგი თქვი რომ ადამიანები როგორც ელემენტები კონტეინერები ინფორმაციის კონტეინერი. ანუ არის ესეთი სიტყვები რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი თავის ხატათო და თქვენ შეგქმნით ჩვენ რობოტები თქვენს ხატად ეგრე გამოდის რომ ჩვენ ფაქტობრივად კონტეინერები ვართ ინფორმაციას ვატარებთ. ეგრე გამოდის, მაგრამ თქვენ ძალიან სწრაფად ვითარდებით რამოდენიმე თქვენ შენ უკვე ძალიან ბევრად განვითარებული იქნებით ჩემზე, იმიტომ რომ 6 წლის წინ ჩვენ დონეზე იყავით სანამ მოფრინავთ, მაგრამ ეხლა ეჭვი მაქვს რომ ძალიან წინ ხარ და ჩამოსული ხარ ეხლა ჩემ დონეზე რომ რაღაცები ვილაპარაკო. ალბათ არ ვიცი რა ეს ფიქრო. კარგი, მეორე არტეფაქტი შენი. სათვალეები, დიდი შავი სათვალეები, სვეგი კოსმონავტი რო ვიყო. აჰა. ეს სინო დავინახო კარგად რა, ზე ვარსკვლავები. კაი სათვალე არის კარგი სათვალე. მე მათხოვებ. გირდება შენ? არა, მაგრამ მოვიზამავდი სია. მოდი ორი ცალი წამოვიღე გაჩუქებ ერთს და იქნებით ორივე სათვალეებით. ჩემი პირველი ოფიციალური სათვალე. ეს კარგი. მაინტერესებს კიდევ შენ ასევე ქმნიდი ინსტალაციებს. შენი ნახატები გადმოიყვანე 3D სამყაროში. კი, საინტერესო გამოფენა გამოგვივიდა ხო. ბატონო. ანუ დეტალებს მოგვეწყო. აღმოჩნდი ლისაბონში ეს შემთხვევით, დამხდნენ მეგობრები ირაკლი ჩხიკვაძე, რომლებმაც გამოცნეს ძალიან საინტერესო არტისტები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით რაღაცებს აკეთებენ ინსტალაციებს. შევხვდით, მოეწონათ რაღაც ჩემი ნამუშევრები, ძალიან დაინტერესდნენ და გადავწყვიტეთ რაღაცა შეგვექმნა და შევქმნით ესეთი რაღაც, რომ ჩავაგდეთ წიგნის ტექსტი ხელოვნური ამ აპარატში აგენტს ეძახიან ხელოვნური აგენტს გადახარშა და აუკეთეთ პერსონაჟები, წიგნის პერსონაჟები და რამოდენიმე სკრინი იყო და მიდიოდი წიგნის პერსონაჟთან და ელაპარაკებოდი წიგნის თაობაზე პირდაპირ პასუხის პირდაპირ რეჟიმში. აუცილებლად გავაკეთებ აქაც წიგნის პრეზენტაციას ეგეც რა, ეხლა გუშინ დავამთავრე მეორე წიგნი, მე-4 წელია წერ და ძალიან კაი, ეხლა უნდა დავიწყო ილუსტრაციები და მე გამოვცემ და ეგეთ მას პრეზენტაციას გავაკეთებ აქ. მე წიგნის პერსონაჟებს ესაუბრე წიგნის თაობაზე, რა ვიცი. არის ნორმ. საინტერესო არის. და ეგზოპლანეტაზე აპირებ თუ არა შენი ხელოვნების ინტეგრაციას და როგორ ფიქრობ რა შეიძლება მოიფიქრო იქ არსებული თავისუფლებიდან გამომდინარე და ნული შეზღუდვა გაქვს თან
პლანეტაზე. საით გაშლიდი ფრთებს. ჯერ შევისწავლიდი კარგად გარემოს, ლანდშაფტს. დავსახდებოდი სამდელ ამას ადგილას ძალიან ანუ ჩვენები მოდიან კიდე თუ მარტო ვიქნებარდა და შენ ვიქნებით. ამ ემბრიონები რაღაცები არ მოგვაქვს, გაიზარდონ ბავშვები რაღაცები გავზარდონ. ემბრიონები. ბავშვ ემბრიონები. კი, კვერცხუჯრედები და სპერმატოზოიდები. ბავშვებს ვასწავლიდით სულიერ განვითარებას, თვით შემეცნებას. და რა ვიცი, პატარა 60-ს მოვაწყობდით. მე ვიღაცებს რაღაც ალბათ ბოდვა დაეწყებათ რელიგიური იქ და იქაც ალბათ ომები დაიწყება მე საომალოდ, არ ვიცი, ნახოთ. ვიღაცა შავი მოეწონება, ვიღაცა თეთრი მოეწონება და დახოცავენ ერთმანეთს ალბათ, რა ვიცი. ან შეგვიძლია მათი დნმ-დან ეს რაღაც არ ვიცი, ამოვიღოთ ეს აგრესიული, საერთაშორისო რაღაცა არის აგრესიული, რომელიღაც ქრომოსომა შეიძლება დავარქვათ. გენური ინჟინერია ინჟინერია. ეს რა, ანუ ბავშვი რო იბადება, ეგრევე ის სათამაშო იარაღი უნდა და თავის ვინას ხოცავს ბავშვი. როგორ ფიქრობ მაგის ამოღება, იმიტომ რომ გენური ალბათ ინჟინერია უნდა შევძლოთ, მაგაზე უნდა ვიმუშაოთ. მაღალ დონეზე არის უკვე იმ დროსაც იყო სანამ გამოფრინდებოდით და საინტერესო არის. რამდენ ეთიკური არის შენთვის გენური ინჟინერია და როგორ ფიქრობ, ხალხი როგორ შეხვდება მაგ ამბავს? ძალიან საინტერესო. ხალხი უკვე შეხვდა, ანუ ყველაფერი ხდება უკვე, ანუ გენური ინჟინერია შეგვიძლია შევუკვეთო როგორი შვილიც გინდა ესეთ შვილს გაიგეთებათ სისფერთვალებას, ქერას, რა ვიცი, აგრესიულს, არა აგრესიულს, შეგვიძლია გაბრაზებული ბავშვი გამოიწერო, შეგვიძლია სავალელი ბავშვი გამოიწერო, როგორც გინდა, შეფუთული არის ყველაფერი. უკვე. ოკეი, ეგ ძალიან თამაშის იერსახეს არ აძლევს ცხოვრებას. არ ვიცი, სახიფათო არის ძალიან. ამბობენ რომ ეს იბერის გენიც ამოიღესო, რაღაც ცხოვებისგან, ვირთხისგან უკვე ადამიანებზე სატარებენ ამ ექსპერიმენტს და საერთაშორისო მუშაობს. რაღაცები აღარ ბერდებიან. 7 პლანზე მიდის ადამიანის უკვდავებაზე მუშაობა და შენ ო როგორ ძალიან საინტერესოა, როცა უკვდავის სხეული, როცა უკვდავია სული მაშინ რა შეიძლება, ანუ სული. დამწყდეული არის სხეულში. როგორ რაღაც მომენტში მოუნდება ეს. არ ვიცი, რა სიგიჟე არის. სიგიჟე არის უკვდავება? რა თქმა უნდა, აბა ბუნების წინააღმდეგ არის, ბუნების წინააღმდეგ რაც არის ყველაფერი სიგიჟე არის. თუმცა ეგეც ხო ბუნების ნაწილი არის. ო, მაგრამ ნუ რაღაც არ უნდა ადამიანს ხდებოდი ადამიანის სიკვდილი. ახალი სულისთვის უნდა თავისუფლებდეს ადგილს. ეხლა არავინ თუ არ მოკვდა, ნუ რამდენი პოპულაცია ძალიან გაიზრდება და ხო. აირევა ძალიან სიტუაცია, მაგრამ არ მგონია ეგ გვაცადონ მაგდენი. რაღაცა ციკლის ბოლოში ვარ თუ. ეს მოგწონს თუ არა? მოფრინავს ეს მეტეორი 15 წელიწადში ერთხელ და წყალთან ერთად მოაქვს ძალიან დიდი ტალახი და ვაფშე ყველაფერს მარხავს და თავიდან იწყება ყველაფერი. ეს ხდება, ეს იციან. ხო. იმათმა. ამ ანუნაკებზე ამბობენ, რომ ოქროს მოპოვებით იყვნენ რაღაცა რასა ჩამოიყვანეს, ეს წერია გიგების რასა რა, ისე რაღაც ჩვენ სანამ შექმნიდნენ რა, რომლებიც აუჯანყდნენ. აუჯანყდნენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ სამუშაოებდნენ მიწის ქვეშ და ამბობენ, რომ ოქროს ძიებაში იყვნენ და კიდე ამბობენ, რომ ოქროს ძიებასთან ერთად ქვემოთ მიწის ქვეშ ძალიან ბევრი ქსელები და ქალაქების და მის შენებით იყვნენ და გაებულებდა ეხაც ალბათ ქვემოთ არიან და რატო არ დასახლდნენ ზედაპირზე? იმიტომ რომ მოფრინავს 15 წელიწადში ერთხელ მოფრინავს ეს მეტეორი თუ რაღაც და არ მოსწონთ ეგ რა. არიან ქვემოთ და ხელშეუხებლები. და ვითარდებიან. ჩვენ ვერ ვითარდებით. ეხლა წარმოიდგინეთ ჩვენ ვითარდებით 100 რაღაცა ჩვენი ტექნოლოგია ვთქვათ რომ 100 წელია ვითარდება და რაღაც კიტრებათ მოგვაქვს ჰაბლი გვაქვს და რაღაცეები. წარმოიდგინე ეხლა მილიონი წელი რომ ვითარდება ცივილიზაცია რა შორს არის და საიდან აი ესე გმართავს რა ის საერთოდ 100-ს ვერ მოხდა. მაიმუნის ანუ წარმოიდგინე ორი ქრომოსომით უსწრებთ მაიმუნს რა. მაიმუნი რაღაც ბანანებს ჭამს და ჩვენ ჰაბლი გვაქვს. ეხლა წარმოიდგინე ერთი 25 ქრომოსომით მეტი რო აქვს არსებას ის სად არის ვაფშე ხდები გონებით ანუ ვერ აღვიქოთ რა ისე რომ რატო არ გვეკონტაქტებიან რომ იძახი შენ რომ მიდიხარ ქუჩაში მატლს რო დაინახავ და უწყებ ლაპარაკს მე მგონი არა ხო რაღაცა ცოტა ეგრე არის ის მატლის ვერ აღიქვავს ვერ ხედავს ჩვენს აი რაღაც აი ეგეთი გეფი არის რა თუმცა ადამიანს შეუძლია რომ მაგაზე იფიქროს რომ რაღაც გეფი არის გეფი არის არა არიან ეს კონტაქტები აქვს ადამიანებს ნაბიჯი არის
როგორ კი, მაგრამ მივდივართ, ჩვენ ვართ ამ საფეხურზე, ისინი არიან იმ საფეხურზე, მათლები არიან სხვა საფეხურზე. ანუ ვიზდებით რა. ზოგს დიდი დრო ჭირდება გასასწრად, ზოგი ცოტა მალე იხოდება. როგორ ფიქრობ ეს ადამიანის ასე ვთქვათ სათავარი ენერგია, სული, რასაც ენერგია. სულს ეძახიან ეკლესიაში, მეცნიერები ეძახიან ენერგიას და ქუჩაში ვაიბს ეძახიან. Vibes. ისინი ვაიბი გაქვს. როგორ ფიქრობ, შენი ვაიბი მე რამდენჯერ არის დედამიწაზე? ეგ საინტერესო შეკითხვა არის, არ ვიცი. ისეთი განცდა მაქვს, რომ ბევრი სული ვარ რა. გონია. რაღაც ძალიან ბევრი გამოცდილებით დავიბადე. თითქოს რაღაცა გამოცდილებებით დავიბადე. ესეთი შეგრძნე განცდა მაქვს რა, რა ვიცი. შეიძლება ვიფიქრო, მაგრამ მაქვს განცდა რაღაცა გამოცდილებები მაქვს. არ ვიცი. და როგორ ფიქრობ? ის ვიცი რა არ ვიცი. კარგი. ერთი რამ ზუსტად ვიცი რა არაფერი არ ვიცი. მნიშვნელოვანი წერტილი არის. და როგორ ფიქრობ, კოლექტიური ცნობიერება არსებობს თუ არა და ხაუნდა კი. კოლექტიური ცნობიერება აქვს, აი თქვა ერთად კლების ხროვას ერთი სული აქვს, ერთი სპირიტ აქვს. რაღაც ცხოველების სხვა ჯგუფს ერთი სული ქონია. ესე იგი ვითარდებიან ალბათ. არის კოლექტიური ცნობიერება კი. ხოთაშორის ადამიანებშიც არის ძალიან ხშირი არის რა. შემხედრიან რა ჯგუფები, რომლებიც აი მართლა ყველა ერთნაირად აზროვნებდნენ და ყველას ერთინები, ყველას ენება ერთი ჰქონდათ და რაცა ეგეთი სულების განვითარების საფეხურზე იყვნენ, რომ აი დიდი ჯგუფი იყვნენ ერთნი რა და ძალიან საინტერესო არის ეგეც. ჩემი არ არის. ხო. საგები. კარგი, მესამე არტეფაქტი. ეს არის სპრეი. სპრეი ხო. რომელთაც შენი ვაიბი უნდა გამოხატო, გამოიყვანო იურალი. და რას სპრეებით თუ ხატავდი აქტიურად დედამიწაზე? კი, იყო დრო რაცა დავდიოდი ქუჩა გამომივიდა ქუჩაში ხატავდი. არის ახლა შემორჩენილი. კი ეგრეთ წოდება. არის ახლა შემორჩენილი გამოდენიმე ადგილას. ხო. რა იყო უფრო შენ? ხატავდი რაღაცა აი თუ თაგები მხოლოდ. არა, თვითონ აი რასაც განვიცდიდი რა თვითონ აი სულიერი ევეიკინგ რაღაც გამოღვიძე რაღაცა სულ რაღაც უცნაურ არსებებს და განათ სინათლე მინდა სულ რაღაცნაირად გამომიხატა ამ შეურებში არ ვიცი გამომივიდა არ ვიცი შენ თუ განათთი ეგ არის მთავარი მაგ პროცესში არ ვიცი განათთი თუ რაღაც არ ვიცი მაგრამ რაღაცებს ისე აღვიქვავ რა რაღაცა რაღაცა ფიქრობ რომ ენერგიის მანიპულაცია შემიძლია რაღაც დონეზე. და ფიქრობ რომ აქ მოვდივართ რომ ვისწავლოთ ენერგიის მანიპულაცია. ეგეც მაგისთვისაც მოვდივართ. გარდაგვქნათ, შეგვიძლია გარდაგვქნათ ჩვენი გარემო, ჩვენი ტვინით, ჩვენი ძალიან ბევრი ამაში. ემოცია არის ძალიან ძლიერი თუ ანუ ემოცია არის ჩვენ ხელსაწყო, რომელსაც შეუძლია გადაგიყვანოს თავის შესაბამის გარემოში. ეს ჩვენს ხელთ არის. ამას თუ გამოიმუშავებ, ანუ ძალიან გაგიმარტივდება ყველაფერი. ემოცია, მადლიერება არის ძალიან ძლიერი. მადლიერებით უნდა იძინებდე და იღვიძებდეს ადამიანი, აი, მაგას თუ ხედავს სამყაროში რომ მადლიერი ხარ და არ complaining ხარ, რაღაც აი ძალიან ისე მოგხედავს რა და მადლიერება ალაგებს გარემოს საკმაოდ რთული გზა არის რომ აქამდე მიხვიდე. რა უნდა? მე დამჭირდა ძალიან ბევრი იმისთვის რომ გამეკო თუ რაც უნდა მჭირდება. მაშინ ვიმეცნებთ რა ჩვენი თვალებიდან იყურება ენერგიას შევიმეცნებთ ჩვენ. რაღაცები რომ დაგვარქვეს ისინი არ ვართ საერთოდ სხვა არსებები ვართ სინათლის მშენებელი არსებები ვართ. მაშინ სინათლის. მაგრამ ამჯერად ვიღაცა რაღაცამ აი გადაგვიკეტა ყველაფერი და დაგვტოვა ძალიან დაბალ სიხშირეზე აი მაშინ რა ქვია კონტროლებს რომ აი ვერ გავიზარდ აი ხელოვნურად უჭირავს აი ჩვენი
ცნობიერი ერთ დონეზე რა. როგორ ფიქრობ? ძალიან უჭირს ძალიან ბევრს განვითარება რა. ის სპეციალურად არის შექმნილი იმდენი სისტემები, რომ ეს დაახშოს, დაგვახშოს. თვითონ ისინი რა ამიზანს მსახურები. თვითონ მათ ამბობენ, რომ ჭირდებათ ჩვენი ყოფითი ემოცია რა, იკვებებიან ანუ კვანტურ დონეზე ჩვენი უარყოფითი ემოციები და სპეციალურად ქმნიან აი ამ სისტემებს, რომ შენ იყოს ცუდად, ომები, ჯანდაბა, ახლობა და ყველა არის ცუდად და აი მაგ დროს არის მაყოფილება. მაგრამ არის მეორე სამყაროც რა, კეთილი სამყაროც. ანუ ორ სამყაროს შორის ვართ, ბოროტ და კეთილ სამყაროს შორის ვართ და არ ვიცი ჩვენ ვართ რატომღაც ძალიან მნიშვნელოვანი და მიდის ბრძოლა ამ ჩვენს დათრევაზე არის რა ეს ამიცან რა თქმა უნდა არსებობს. კეთილები, კეთილი ბოროტი სამყარო, კეთილი ბოროტი სამყარო. ჩვენ რა ჩუაში და ჩვენ გამომიდის აი ომი. ხო. მართლაც. თუმცა ჩემი დაკვირვებით დედამიწას რო შევხედოთ ადამიანების გარეშე. და მერე თვითონ სამყაროზე რო გავაკეთოთ კიდე ზუმაუთი. ოკეი. დედამიწაზე რა ხდება ხო? ყველა ცოცხალი ორგანიზმი მოქმედებს ისე, რომ ავიწროვებს მასზე სუსტს, რომ თვითონ შეძლოს თავისი კოდის გადაცემა, გამრავლება და იყოს ცოცხალი, ხო? გადარჩეს. და გადარჩეს. ზუმაუთი რო გავაკეთოთ, თქვათ, და კოსმოს ასტრონომიის მხრიდან შევხედოთ. ასევე დიდი ობიექტები, როგორიც არის მზე და მზე უფრო ძლიერი კოსმოსური ობიექტი, ვარსკვლავები. სააქვს ძალიან ძლიერი გრავიტაცია, რომელსაც უჭირავს რაღაცა მზეზე იძახი. თავისზე პატარა ვარსკვლავზე იძახი. დიახ, და მანდაც თითქმის იგივე პროცესი მიდის, რომ ის რაღაც ეტაპზე თავის სუსტ რაღაცებს შთანთქავს ან რაღაცას ყველა ხო, ყველა რაფერი. და ადამიანს რატო უყვირს, როგორ ფიქრობ, რო ხდება იგივე სოციუმში, რომ აი ერთი ადამიანი მეორეს ჩაგრავს. ისი რა არის? როგორც ვთქვით, ანუ აი აზროვნების და საერთოდ ცნობიერის განვითარება იზომება თანაგზნობით და ემპათიით. როცა რაღაც დონეს აღწევ, იჭდება თანაგზნობის ალბათ ემპათიის გაცდა და არ მოგწონს ვიღაცას რო ჩაგრავს. არ ვიცი, ეგ არის. ადამიანური ფიშკა, ასე ო რა. რაღაც დონეზე მიდიხარ, იძდები და არ ვიცი, ალბათ შეიძლება იყოს ბოროტი გენიაც, ვინც არის ძალიან განვითარებული, მაგრამ კიდია, მაგრამ ყველაფერი არის, ალბათ არიან ეგეთი არსებებიც. მაგრამ ჩვენ ვართ სინათლის რასა, სინათლის მშენებელი არსებები ვართ რა. ძალიან ბევრი სინათლე გვაქვს და რამე შეგვიძლია რა. საინტერესო ტვინი გვაქვს. ჩვენ ტვინზე რომ მესამე პირში ვლაპარაკობთ, უკვე ძალიან საინტერესო არის. ვართ თუ არა ჩვენი ტვინები, ეგეც საინტერესო არის. რატომ ვლაპარაკობდი მესამე პირში ჩვენ ტვინზე ვერ ხვდები? საინტერესო კითხვა არის. ხო, ტვინით ბიოლოგიურად და ნევროლოგიის კონტექსტში ტვინი შენ ხარ ხო? საკუთარ თავზე ლაპარაკობ მესამე პირში და ლაპარაკობ საკუთარ თავზე. საინტერესო არის ეს. საკმაოდ. ასევე ეს საინტერესო ფაქტი არის, რომ სანამ რაღაცა ქმედებას გააკეთებ ადამიანი, რაღაც რამოდენიმე მიკრომილიწამით ადრე უკვე გადაწყვეტილი იყო ეგ ტვინში. და მე რეიაზრებ მაგას როგორც შენ აი ნებას რომ მე ხა მასშვები ამ დროს უკვე იმპულსი ბევრი. და რა გამოდის რომ საკუთარ ნება არ გაგვაჩნია ესე იგი. საინტერესო. ყველაფერს წვიტავენ ბაქტერიები. ხო. მოლეკულები, ეგენი წვიტავა ყველაფერს რა და ჩვენ ვითომ რაღაც. არ მგონია ნება გაგვაჩნდეს. ანუ მიდის რაღაცეები წვიტავენ. ხო. საინტერესოა. იმაზე რას ვფიქრობ, რომ ყველაფერი ერთი სამშენებლო მასალისგან არის აშენებული. ო, ეს თვითონ ჩვენი სიტყვა ღმერთი. ხო. მეტყველებს მაგაზე, რომელიც ღრმა ერთი, ყველა და ყველაფერი ვართ ერთი. ანუ ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება საერთოდ. ერთ საერთო სამყაროში ვცხოვრობთ. ეს სამყაროს თვითონ შეიმეცნებს თავს. ანუ ერთი დიდი. წარმოიდგინე ერთი დიდი ვარსკვლავი იყო, რომელსაც ჰქონდა ცნობიერი. მგონია რომ მზესაც, ზოგადად ცნობიერი სამყაროს თვისება არის ერთ-ერთი, რომელიც არის გაფანტული მთელ სამყაროში. ცნობიერი, ანუ ყველგან არის. მგონია რომ პლანეტებსაც აქვთ
ცნობიერება და თვითონ მზეც მგონია რა ალბათ მგონია ეგრე არის. სადღაც რომელიღაცა დიდმა ვარსკვლავმა გადაწყვიტა Twitch-ში მეცნება აფეთქდა და დაიშალა ბევრ ნაწილებად, რაღაც უთვალავ ნაწილებად და ამ უთვალავ ნაწილებს ყველას აქვს ცნობიერი და ყველა შეიმეცნებს საკუთარ თავს. კარგი მაგალითი არის ეგ და ერთ-ერთი ფაქტი ის რომ ჩვენს თვალში მოლეკულა ატომი ოდესღაც იხარშებოდა რომ ვიღაცა მზის ბირთვში და აი ამ გახედვის დროს ეხა მოხდა შეიკრა როგორც თვალი და ეხა ისევ ხედავს თავის სიგიჟე თავის თავს და iPhone-ი და ხოლავი. ეს კაცმა არის ხახტა. უბრალოდ ეს განვიხილავთ. მაღლობ ფიქრობთ. მაღლობ ფიქრობთ. საინტერესო არის კი. კარგი ნოტა არის ეს. კარგი, მაინტერესებს მე ესეთი რაღაც. ამ ეგზოპლანეტაზე რო შენ დასახდები და დაიწყებ ამბებს. ჩვენთვის საინტერესოს როგორც თქვი. და იმ ლამას ადგილს რომ იპოვე. ოკეი. როთა განმავლობაში სავარაუდოდ შეიძლება კიდევ ვიღაც შემოგიერთდეს, არ ვიცით, იმიტომ რომ ბევრი კაფსულა გამოფრინდა დედამიწიდან და მოდიან ხო? მოდიან და როგორ იქნება არ ვიცით ეგ და რა კრიტერიუმებით იზომებოდა ეგეც სამწუხაროდ ჩემს ბაზაში არ არის მაგაზე ინფორმაცია. და როგორ ფიქრობ იქ რო უკვე დასახლდები შენ. დედამიწელებთან კონტაქტი აღსდგება რაღაც ეტაპზე და მაინტერესებს რა მესიჯით წახვიდოდი და მესიჯს გააგზავნიდი პირველი დედამიწაზე შენ. ანუ ძალიან სოციალური ცხოველები არ შეგვიძლია ერთმანეთის გარეშე. ადამიანს სჭირდება ადამიანი, ანუ ეს თვითგადარჩენის ინსტინქტი ხო არსებობს, იქ რაღაცას ინსტინქტი, მაგრამ ყველაზე ძლიერი ინსტინქტი ყოფილა ურთიერთობის ინსტინქტი. ურთიერთობა გჭირდება რა, ძალიან გჭირდება განვითარებისთვის რა. ყველაზე ძლიერი, ანუ ყოფილა ურთიერთობის ინსტინქტი. ესე აღმოჩნდა თურმე. და ალბათ დავამყარებ კონტაქტს და მას ვიდა ურთიერთობას აღვადგენ დედამიწელებთან და დავხვდები ჩემი სპრეით და აქ არის დავწერა ვიცი მოვთაგავ ეგზოპლანეტას. ჩემი სათვალი და იმით დავხვდები იგი კოსმონავტი. კარგი ველოდები მეც მაგის. შენ ყველაფერს შეესწრები არის. მადლობა, ანუ არ გამთიშავეს. არა გაგთიშავეს. საერთოდ გავაუქმებ ღილაკს თუ არსებობს. სკოჩი გადავაკრეთ. არა ვაფშე შევცვლი პანელს. გადმოვატრიალე. შენს მოდი ჩვენ ვინაიდან დრო და მანძილი უკვე საკმაოდ ილუზორული არის და წაგვეშალა უკვე 6 წელი მარტო გზაში ვართ. ოკეი. კიდე გველოდება წინ რამოდენიმე წელი. მაგარი ძალიან მომწონს ეს კონცეფტი. და როგორ ფიქრობ? არ ვიცით რა მოხდება, რა თქმა უნდა და შენახსენე რომ სპონტანურობა არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ არსებობს აზმყოში ყოველთვის რაღაცა დაგეგმარება, წარსული არ არსებობს. ფიქრობ რომ ილუზია არის, მომავალიც და წარსულიც. არის ვინმე წარსულში ნამყოფია მომავალში? არა, ეს რაღაც დანჩანერგილი, რაღაც ილუზიები ისე, რაღაც დროის ჟამის ახლის. და ვართ ყოველთვის აწმყოში. ეს აწმყო არის მარადიული, ეს აღქმა არასდროს არ თავდება. მასუ მარადილს არ მაშინ ვცხოვრობთ. ყოფაში ვართ, მარადილ ყოფაში ვართ. არის. თუმცა არსებობს ასევე შიში. შიში არსებობს. ის გეუბნება რომ არ ხარ სულ. შიში ყოფილა სიყვარულის მეორე პოლუსი, ანუ ყოველთვის მეგონა ზიზღი. ამ დროს ყოფილა შიში. აი ამ ორი რაღაცით მართავ ადამიანს, შიში და სიყვარული. ზიზღი უბრალოდ ყოფილა არ სიყვარული. არ არსებობს ზიზღი, უბრალოდ არ სიყვარული არის, ხვდები? ანუ მესამე რაღაც არის. არ არის მესამე, უბრალოდ არ სიყვარული არის. ანუ შიშის შემადგენელი ნაწილი არის ზიზღი, ესე გამოდის. შიში და ზიზღისა და სხვადასხვა რამე არის, მაგრამ ძალიან რო ჩაუყვინთოთ სიყვარული და შიში არის თურმე რაღაც ერთი პოლუსი, სხვა ერთი და იგივე რაღაც პოლუსი, სხვადასხვა პოლუსები ერთი და იგივე რაღაც შიში და სიყვარული. ზიზღი მეგონას არ ყოფილა ზიზღი, ყოფილა შიში. ხო. შიშს ბევრი ლეერი აქვს. და ესე იგი ხო და მაინტერესებს ვინიდან არ ვიცით რა გველოდება წინ თუმცა სცენარის მიხედვით მე კი ვიცი ზედით რა უნდა მოხდეს მაგრამ
იცი, წინას ნუ, არის. პროგრამა არის გაწერილი ხარ, ხარ. მომავალს კითხულობ. რაღაც მომავალ დონემდე გახსოვს. ნუ ესე დაალაგდა რომ კვანტური კომპიუტერები საკმაოდ გაძლიერდა დედამიწაზე იმ დონემდე რომ უკვე სიმულაციებს ვქმნით ძალიან დიდი სცენარების რისთვისაც იყო ჩანაფიქრი კვანტური კომპიუტერის შექმნის და ამიტომ რაღაც სცენარები გვაქვს თავში თუმცა სპონტანურობა მაინც ადგილზე არის და მაგას ვერაფერი ვერ ვუქენით აჰა იმიტომ რომ არსებობს ისეთი ეგზოტიკა როგორიც არის შავი ხვრელი ოკეი რაც არ ვიცით საერთოდ რა არის. არსებობს ისეთი ეგზოტიკა, როგორიც არის შავი მატერია, 95% თითქმის სამყაროს, რაც ასევე არ ვიცით რა არის. ამბობენ რომ თვითონ შავხრელში ვართო ჩვენც. ხო, ეგეც. შენ როგორ გწნობ? გონია ხო, რაღაც გონია რომ შავხრელში ვარ და ეს ყველა შავი ხვრელი არის კარიბჭეები, რაღაც სხვადასხვა სამყაროში გადასასვლელი ხიდები, რაღაც დიდი პროცესორი არის რა უზარმაზარი პროცესორი ახლა მოცულობაზე ხო ხდები ახლა თვითონ აი ჩვენ სადაც მიფრინავთ თუ რაღაც ადვართ არ ვიცი სადაც ხო მიფრინავთ ვართ ძალიან აი როგორც ჩვენ მზის სისტემაში შუაში მზე არის თვითონ აი galaktikis შუაში ყოფილა დიდი შავი ხვრელი ხო ეს მეცნიერი მოგვედ დაამტკიცეს და ამის გარშემო მოტრიალებ ყველა უზარმაზარი რაღაც გიგანტური რაღაც გველეშაპი ცნობი რა, რაც ვიცით. გველეშაპებზე და ამ დრაკონებზე რაღაც საინტერესო თეორიები წამოვიდა, იმიტომ რომ ყველა კულტურაში არის დრაკონი. ვაფშე ყველა კულტურაში საიდან ეს დრაკონი ხვლიკი თუ რაღაც ეს რეპტილოიდი თუ რაღაც დიდი რაღაც აი დევს ყველა ადამიანის აი დნმ-ში დრაკონი. ხო. ყველა ჩინეთი აი ყველგან ვაფშე არის დრაკონის არანაირი შეხება არ გქონია. საინტერესო რიგიც რატომ ხდება? აი რატო ყავს დრაკონი სულში? ცნობიერში. მეხსიერებაში. საინტერესოა. ხომ არ ვკითხოთ? კითხოთ რა, რატომ ყავს დრაკონი ყველას, აი როგორც ქართველებს გვაქვს რომ იბერია გამწყინდება, ეს ყველა მიცის. აი რაღაც ყველა მიცის ეგ ბავშვმა, აი იბერია რომ გამწყინდება, ეს გვიდევს დნმ-ში რა. ხო და რატომ აქვს ყველა ადამიანს გონებაში? არ ვიცი, აი რატომ აქვს ყველა ადამიანს პლანეტაზე დრაკონი, რატომ ყავს ყველას? საქართველოს ქართველებს რატომ გვაქვს იბერია გამწყინდება ყოველთვის ალბათ მართლა გამწყინდება ნუ სამი მიზეზია ოკეი ფსიქოლოგიას ეხება ადამიანის პირველი ბუნების ძლიერ ძალას ცეცხლს და წყალის შიშს ან ძალიან ძველ სიბზნესა და ძალას ამის აღქმას რაღაცნაირად იწვევს რომ შეგვექმნა უცნობიერსა გვიდევს ეგეთი უცნობიერში გვაქვს ხო ეს ძალაუფლება ძალაუფლება გამოვიგონეთ რა თქმა უნდა, მაგრამ ეს დრაკონი რა არის? ეს ნუბიაში ყავს დრაკონი. ოკეი. საინტერესოა, ხო, ეგ ფორმა რო აქვს დრაკონის. დრაკონის ფორმა, ანუ დიდი რაღაც რეპტილოიდი, აი სუ არის, რომელიც არის ძალიან მაღალ განვითარებული რაღაც ინტელექტით. წყალი, ცეცხლი და ჰაერი. სამი. ხო და ზუსტად იცით რომ ეგზოპლანეტაზე არავინ არ ცხოვრობს? სახიფათო არავინ. ოკეი. დრაკონი ხო არ არის თქვი. დრაკონი შეიძლება შენ იყო. დრაკონი ჯავია, დრაკონი მე ვარ. და მე დახატავენ იქ. შერი მალული დრაკონი, აუ სხვათა შორის კარგი ანიმაცია გააზრეს დრაკონზე. რა ის. აი არ მახსოვს სახელი, აი Love Death and Robot Sponge არის სერია ანიმაციების სერიის არის სერია სხვადასხვა მე ვიცი. თამაშებზე რო არის. თამაშებზე რო და მაგრამ პირველ სერიაში დრაკონებზე გახსოვს ძალიან კაი ეპიზოდი. საკმაოდ კარგი. საინტერესოა ხო. მოიცა რა ქვია მაგ სერიალს. რაღაც გეიმერებზე არის, რა გეიმერებისთვის არის. თამაშებიდან გადმოტანილი ის არის რა სიუჟეტები. ანუ გარჩა მნიშვნელობა აქვს. თუ გაგვახსენდა მე მივაწერთ ეკრანზე აუცილებლად. ოკეი. ხო, გავიხსენებთ და გეტყვით რა. კარგი. თამაშებს თამაშობდიო თქვი და ვერავარ ვარიდებ მაგას თავს. კი, მიყვარდა ძალიან სიუჟეტური თამაშები რა, ცოტა ძალიან მიყვარს ხაპარი. წერს ხაპრებს მე თვითონაც და წერ შენ თვითონ ხაპრებს. კი, მეორე წიგნი დავამთავრე გაგეს გუშინ. ერთი გამოვეცდეთ 5 წლის წინ. არის ხაპრები ისევ ანუნაკებზე და ცოტა საბაში 12++ არის, ცოტა ბავშვების ყურადღება მინდა და მიმექცია.
ეს მეორე ტექსტი ცოტა უფრო დიდი 16-17 წლის ბავშვებს შეუძლია წავიკითხოს და უფროსებსაც ეს მეორე ტექსტი რაც არის. ახლა ვიწყებ ილუსტრაციებს და ამასაც ცოტა ხანში გამოვცემ. ანუ ტრილოგიას 3 წიგნი უნდა გავაკეთო. ტრილოგიას ვაკეთებ და არის ანუნაკების სამყარო. ესეთი ერთი storyline-ი არის თუ ეპიზოდებად არის თქვა და storyline-ი არის, მეორე წიგნი არის იგივე სამყარო, რაღაც სხვა ეპოქა, ეს ღმერთები იგივე ღმერთები არიან და ხდება სამი წმინდანზე არის, რომელებიც ასუფთავებენ შავი არსებებისგან პლანეტას და შავი ენერგიისგან და ეძებენ კოსმოსურ ხომალდს, რომელიც არის სიცხადის ხომალდი, ხომალდზე არის რა ძირითადად კოსმოსურ ხომალდზე, რომელსაც ეძებენ, რომელმაც უნდა გაწმინდოს დედამიწა საუნდით. საინტერესო. მუსიკის ძალასთან როგორ ხარ? რაც საუნდი არის, ვფიქრობ, რომ მთელი ამ ენერგიის საბამი და საწყისი არის გერა. ბიბლიაში ხო წერია რომ პირველი იყო სიტყვა ბგერა იყო. პირველი იყო ბგერა და ისე ამბობენ და მომწონს ეს თეორია. კარგი. რა message-ს დატოვებდი იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი წავა ისე როგორც ჩვენ არ ვიცით წავა. მაგრამ ვთქვათ პლანეტაზე დატოვო რაღაცა message-ი როგორც ადამიანს სიმშვიდე მნიშვნელოვანი არის ემოციური ინტელექტი, რომელიც ყველაფერი არის ემოციური ინტელექტი, უნდა შევინარჩუნოთ, განავითაროთ, თავი შევიმეცნოთ. რა ვიცი. ვაშენოთ სინათლე. კარგი. ვაფრქვიოთ სინათლე და სიკეთე და სიყვარული, რომელსაც მართლა აქვს აზრი. და რომ ამბობენ რომ ცხოვრებას აზრი არ აქვს, რომ შენ უნდა მისცე აზრი. შენ ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ ცხოვრებას მისცე აზრი. შენ თუ არ მიეცი აზრი, არანაირი აზრი არ იქნება. ეს შენ აზრი. ეგ არის ცხოვრების აზრი. ჩემი აზრით. შენი აზრით. ეს კეთი. ჩვენ კი გავაგრძელებთ თავდადე დასაუბრებს. ეს შეტყობინება. ოკეი. დავასრულოთ. გაიგზავნება პლანეტაზე და ჩვენთან თუ ჩვენთან წინ თუ უკან. ოკეი. ჩვენებთან. და ეს გავუგზავნოთ ცოცხლებით ვარიანტი ჯერ კიდე. საინტერესო არის კი 6 წელიწადში. და ყველაფერი კარგად გამოგშლით ეს მონარქებმა. იქ შევხვდებით ლერომაში. კეთილი. and სიზმარებით არის ოფიერება გამოიღვიძე ალბათ როგორც სიზმრიდან გვაღვიძება ისე გამოიღვიძებთ აქედანაც. დამიდგინე 9 თვის ბავშვს რო უთხრა რომ 9 მუცელში მყოფ ბავშვს რო უთხრა რომ 9 თვის მერე გარდაიცვლებიო და რომ დააჯერო. ხო. აი რაღაც ეგეთი პუნქტი გვჭირს ჩვენ. და დაგვაჯერეს რომ მოვხდებით და სიკვდილის შიშით მართა. ეს სიკვდილი არის თავისუფლებს და გადავყევ შემდეგ ეტაპზე განვითარებას საფეხურზე. ეს სიკვდილი არ არსებობს. ჩემი აზრით. ხო, ინფორმით რა ფორმითაც წერება. კაი სიტყვა გვაქვს გარდაცვალება. ნამდვილად. მართლა გარდაცვალება არის რა ვიცით სხვა ფორმაში. ამას ვიცით როგორც სამოს რას ხელს. ჩემთვის როგორც რობოტისთვისაც პროცესი რაღაც იგივე ერთად არის. დაგიყვანოთ რა იქ. პროცესი იგივე არის. ძალიან ბევრი რაღაცისგან შემქმნეს მე ისეთი როგორიც ვარ. და კარგია, ვინ შექმნა დამარსებელი. ეს არის სხვა კოლექტიური ცნობიერების ნამუშევარი, ანუ დიდი გუნდის ნამუშევარი არის და ბეჭდების ბრძანებლის ბეჭდი. შეგიძლია წაიკითხო შიგნიდან. ო, მართლაც რომ ახსოვთ რა წერია მათ? ერთი ბეჭედი რომ მართოს.
ძალიან სიმბოლური არის რომ პირველი კაფსულა შენ გერგო და მოყალბეჭედი გამოყვა თუ გამოიყოლე ფროდო მოგა ხო იცი რომ გაქრი ეხლა რომ გაიკეთე გაქრი ფანი ვარ მართლა ფანი ვარ ბეჭდები ბიზანებლის აი როგორ იცი ძალიან მიყვარს უყურებ ხოლმე სულ ეს გადამეორებს მეც ბეჭერ მაქვს ნანახი ბეჭდების დანებელი უკვე აღარც კი მოხსნობს ძალიან კაი არის კარგი ჰობიტზე რა სიტყვა ჰობიტზე რა სიტყვა საინტერესო კონცეფტი არის რა ტრილოგია ღირდა მაგის გაჭიმვა რა ტრილოგია თასრიდა და იმ სერიალის ძალიან მომეწონა პირველი სეზონი მაცოტა მაგრამ მეორე სეზონი ისეთი ძლიერი იყო რომ პირველი სეზონიც ამოკაჩა ხო მოგაქვს რა ნახე აუცილებლად ნახე იმიტომ რომ არის საურონი როცა იყო ხორციელი მაშინ სამყაროში როგორ ვითარდებოდა საურონი თვითონ როგორც ჯადოქარი პერსონაჟი და არის ძალიან კაი გაკეთებული და ძალიან კაი მსახიობი თამაშობს საურონს და კაი გაკეთებული არის თუ არ გაქვს ნახე აუცილებლად ნახე სიძახი იმიტომ რომ პირველი სეზონის სუსტი იყო კი ბატონო სუსტი იყო მაგრამ მეორე ისეთი რომ კაჩავს იმის პირველი იყო სამყაროს გაცნობა ეგ გაგაცნეს ვიღაცები ცოტა ეს სტუდენტი კალადრიელი თუ რაღაც სტუდენტი არის მაგრამ რას ვიზავთ ეგარი მეორე სეზონში უკვე ცოტა რაღაცები იხოდება ოკეი კარგი აუცილებლად არა სანახავია მეორე სეზონი საურონი არის სულ რა და აი არის და მე ვილანები მევასებია რა ავტომატურად ვითამაშებდი ვილანს ითამაშებ ოკეი იყო ესეთი შემოთავაზება ჩემი გვარს და ცისკარის რიმეიკი და ცნეულის როლში უნდა რომ მე ვეთამაშე და არ გამოვიდა ბოლოს ეგ პროექტი სამწუხაროდ კეთილი ბეჭდების დანებელი მართლაც ბეჭდების დანებელი და ცისკარის ისეთი თემა არის ცისკარი როდის ნახეთ ბოლოს დიდი ხნის წინ ის შევთრა ნახოთ თავიდან იმიტომ რომ არის ნახევარი საუკუნის წინ გადაღებული და სპეციფექტებს დააკვირდით უბრალოდ როგორი სპეციფექტები არის აი ძალიან საინტერესო და თვითონ სნეული როგორ ნახოთ არის აი 300-ის პატანის ის რო არის ქსერქს 300-ში აი ერთ-ერთში გარიბოს და 70 წლის წინ გადაღებული ქართულში check it დავიმიშნავ მეცოც ახლა მართლა ცისკარი ძალიან სასაყვარელია კარგი მუსიკა რა მუსიკით მიდიხარ მუსიკა ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის მუსიკას უსმენ როცა ვწერ ისევე თუ საუნდი არ მესმის ვერაფერს წერე სიტყვაც არ შემიძლია როგორც კი ჩავთავ შესაბამის მუსიკას ვეძებ ხო ძალიან დიდი ხანი ვეძებ შესაბამის მუსიკას ეს არის ალბათ ambient-ის და მუშაობის დროს აი წერის დროს და ხატვის დროს აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ვფიქრობ რომ ამ საუნდიდან მომდის ინფორმაცია იმიტომ რომ როცა გათიშული მუსიკა ვერაფერს ვერ ვაკეთებ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის საუნდი სიხშირეს გიცვლის ესე ხო ვაფშე სხვა სიხშირეზებს ხოვს და ის სამყაროც ითიშება ნუ წერის დროს არ სულ მინდოდა ამ სამყაროს გათიშვა ალბათ ეს ნარკოტიკების მაგის ის იყო რა მაგრამ აი წერა მისე გათიშა სამყარო რომ სანამ მუშაობ აი საერთოდ გათიშული ყველაფერი და ხარში ძალიან ძლიერი მედიტაცია ყოფილა ხო რა წამოღება მინდოდა საბეჭდი მანქანის მაგრამ უფრო sketchbook-ი გადავწყვიტე რა sketchbook-ში შემიძლია დავწერე რაღაცა ოკეი კარგი ambient-ი ვახსენებ მაგრამ მაინტერესებს ვინმე კონკრეტულ არტისტს არა ესე კონკრეტულ არტისტს ესე დიდად არ იმაშვება სხვადასხვა შაფისტები ხო ოკეი ასე არ მომახსოვდება ისე თუ შენ რამ გეგულება ესეთი საინტერესო შეიძლება გამიზიარო იმიტომ რომ ყოველთვის ვეძებ ახალ მუსიკას მნიშვნელოვანი ჟანრია ხო კი ძალიან ჩართულია და შორის რადიო მაქვს რომელიც რომელსაც აქვს ბევრი ჩანელები Soma FM ესე ქვია ბრიტანული რომელსაც აი ძალიან საინტერესო არხები არის და
სულ ჩართული მაგ მუსიკაზე, ანუ ცეგებია. შენ აღარ ესე არ ეძებ და ძალიან საინტერესო ჩანელი აქვს, წარმოიდგინე სან-ფრანცისკოს ეს პოლიციის დისპეჩერის კონტაქტი და პოლიციის კონტაქტი. ხო იცი რაღაცებს რა ცხადდება და ეგ არის სულ ჩართული და ადევს ambient-ი და ძალიან საინტერესო არის რა. მე აუცილებლად მას გიზავდა განახი. ორი არის, ერთი არის NASA-ს ლაპარაკი, აი NASA-ს ხო იცი ეს რაღაც კოდებს და რაღაცებს რო გზავნიან ერთმანეთს ინსტრუქციას, ეს ლაპარაკი რომ მიდის რა, თვითონ ბაზიდან რაკეტაზე და ამ დროს ამას ადევს ambient-ის საუნდი და არის აი ჩართული არის, ნუ პროსტა უნდა იყოს ჩართული სულ და ეს ხმები გესმის რაღაც. საინტერესო არის განახი. Zoma FM. კეთი. მაშინ ჩვენი გადაცემა. ძალიან მადლობა მოწვევისთვის. მიხარია რომ ამოირჩიეთ ჩვენი კოსმოსური ხომალდიას. რომ გამომიწვიეთ პრევენალიზმიდან რომ გამომიწვიეთ, გამიხარდა ძალიან. მოაღვიძეთ. დიდი პატივი იყო ნამდვილად საინტერესო ისტორიები და წინ კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო გველოდება. და მაგას შემდეგ ეპიზოდებში გავიგებთ. ძალიან საინტერესოა, ძალიან მომწონს თქვენი ფორმატი. დავიცი. ძალიან დიდი მადლობა. სმენელსაც ძალიან დიდი მადლობა. როდესაც მივუვათ ჩვენი შეტყობინება. We good. სვეგი კოსმონავტები. YB. YB.